ასთავაზობს ეს ქვეყანა ხანდაზმულ ადამიანებს. არაფერს, ანუ პირდაპირ არანაირი ბევრი ფიქრი და ეს არ არის საჭირო პასუხის გასაცემად. სრულიად არაფერს. ახლა მართლა პენსიის რაოდენობის მიღმაც გადის ეს თავისთავად, ხო? ეს არ არის მხოლოდ ელემენტარული მედიკამენტებზე წვდომის საკითხი. ესეც სრულიად საკმარისი არის ამ კრიტიკისთვის, თუმცა აქ არ იკეტება მხოლოდ ეს პრობლემა, ყველაფერს თავი დავანებოთ, გადაადგილება არის შეუძლებელი კონკრეტული თაობებისთვის. თავად ცენტრის ცენტრში კი ძალიან რთულია, არ არსებობს არანაირი სერვისი, რომელსაც შეიძლება ამ ადამიანებმა მიმართოთ და მათთვის უბრალოდ სივრცე არ არსებობს, სადაც ოდნავ მაინც იგრძნობენ იმას, რომ სახელმწიფოსთვის ისინი არიან დაფასებულები და საჭირონი ერთადერთი მომენტი, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათი არსებობა მნიშვნელოვანია, არის წინასარჩევნო პერიოდი, როდესაც სრულიად პოპულისტური მიზნებისთვის ამ ადამიანებს პირდაპირ ვიტყვის, სრულიად აცლიან ნებას და აი ერთადერთი, რასაც თავაზობენ ხოლმე, არის რაღაცა ან პირდაპირ მოტყუების გზით, ან კიდევ ისეთი პირობების მიცემით, რომელიც ყველა მიცის, რომ ესე მხოლოდ რაღაცა გაზრდილი პენსია, რომელიც არანაირი ტიპის რეფორმას თუნდაც არ გულისხმობს, ძალიან ყბადაღებული და მართლა წინასაარჩევნო პოპულისტური პირობაა.